მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდია, რომლის საახალწლო თემა გახლავთ სამედიცინო ოჯახები. დღეს მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ არჩევანით, რომელიც გავაკეთე თქვენთვის და ვგონებ ჩვენი მაყურებელიც საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩება დღევანდელი სტუმრებით. მივესალმებით ჩემს ძვირფას სტუმრებს, დიდი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და ახალი წელი. ამინ, ღმერთმა გისმინოთ და წარგადგენთ. ქალბატონი მანანა ტაბიძე, ექიმი რეაბილიტოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მაკალომაია, ოტოლარინგოლოგი, აუდიოლოგი, ასევე ასოცირებული პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი და ბატონი მურმალომაია, ჩვენი ცნობილი ოტოლარინგოლოგი, პედიატრიული ინსტიტუტის, ჟორდანიის სახელობის პედიატრიული ინსტიტუტის წარმომადგენელი. მე მინდა რომ პირველივე, ასე ვთქვათ, ნოტები ჩვენი საუბრის იყოს ძალიან, რა თქმა უნდა, საახალწლო, დადებითი, იმიტომ რომ მაინც ოჯახური დღესასწაულია, ხო? ახალი წელი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრული და მშვენიერი ოჯახის მოსმენა ყველას ესიამოვნება და პირველ რიგში მინდა გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა თქვენი ლამაზი ოჯახი და რა იყო ის მთავარი ალბათ, რამაც თქვენ ორი ერთნაირი პროფესიის ადამიანი დაგაახლოვათ. ნუ ამაზე ალბათ ბატონი მურმანი უკეთესად იტყვის, იმიტომ ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით პირველი კურსიდან და ბატონმა მურმანმა რატომღაც ჩათვალა, რომ მის მხედველობის არეში უნდა ყოფილიყავი და შემდეგ მეორე კურსიდან ესე დავმეგობრდით, რომ დავამთავრეთ ინსტიტუტი და ჩავაბარეთ სახელმწიფო გამოცდები, მაშინ შევქმნით ოჯახი, იმიტომ რომ სწავლაში არ შეგვშლოდა ხელი და მას შემდეგ მოვდივართ და მოვდივართ უკვე 52 წელია. ღმერთმა კიდევ დიდხანს ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფო, ძალიან სასიამოვნოა თქვენ როგორ გაიხსენებდით თქვენს შეხვედრას საკმაოდ დიდხანს მაწვალა სანამ თანხმობას მოგცემ. უღირას ვწადებთ. ხო, ეს სალაპარაკოთ აქვს სულ. მაგრამ სამაგიეროდ მთავარია, რომ საბოლოო ჯამში მაინც დაითანხმეთ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ცოლ-ქმარი არის ერთი პროფესიის? მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთი და იგივე პროფესია გვაქვს, ამიტომ ბევრი რაღაც საერთო გვაქვს, როგორც სამედიცინო სფეროში, ისე საერთო ცხოვრებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დადებითი მოვლენაა, როდესაც მეუღლეები, ცოლ-ქმარი ერთი პროფესიის წარმომადგენლები არიან. იმიტომ რომ ბევრი საერთო. ამტკიცებს ეს ურთიერთობას. ბატონო. უფრო ამტკიცებს ეს ურთიერთობას, ხო, ვიდრე ის, რომ ხელს უშლის რახან ერთსა და იმავე. გაგებაც ალბათ უფრო ადვილია მეუღლის დროის დაუშვათ მორიგია, გვიან მოვიდა სახლში, ან რაღაც ვერ გააკეთა ისე როგორც შეიძლება უნდოდეს მეორე ნახევარს. თავისთავად მე თვითონ მედიცინის მუშაკი ვარ და საკმაოდ კარგად მესმის ეს მდგომარეობა, ასე რომ ამას ადვილად ვეგუებ. ხო, ეს ალბათ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ქალბატონმა რა არის ყველაზე ტკბილად და თბილად მოსაგონარი თქვენთვის აი ამ ურთიერთობაში, რომელიც რაღაცნაირად გადაიკვეთა იმასთან, რომ თქვენ საერთო პროფესია გქონდათ? ნუ თბილად და ტკბილად მოსაგონარი ის არის, რომ შვილები შეგვეძინა ვზრდიდით, მაგრამ ცოტა გართულებული იყო ჩვენი დასაწყისი, იმიტომ რომ მაკა ერთი თვის იყო, რომ მურმანი ჯარში გაიწვიეს ინსტიტუტის შემდეგ და 2 წელიწადი დაშორებული ვიყავ ზუსტად ახალ პერიოდში. ანუ მაშინ ის წესი არ იყო, რომ თუ არა, არ იყო. ექიმი იყო და ავტომატ ახლა სამხედრო ესეც მოხდა, ესე საინტერესოდ ჩვენი კურსდამთავრებულები დაიბარეს ერთ დღეს სამხედრო კომისარიატში,
ყველას გონია რომ დაამთავრა ინსტიტუტი, მიდიან თავის განაწილებით და ამ დროს ესე არ უნდაო და უკრეს თავი. ის 90% მაწვილების რას ბრძანებთ? და თვითონ მოყვეს სად მსახურობდა საინტერესოა სად დაიწყო მოღვაწეობა. ნუ ახლა საინტერესო ის იყო რომ ჩემი ძირითადი მიზანი იყო რომ ახლა მაკა 2 თვის იყო სულ და მინდოდა რომ ჩემი ოჯახი ჩემთან ერთად ყოფილიყო. ვიყავი ქალაქ ლვოვში. ნუ იქ მართალია სამხედროები ცოტა მკაცრები არიან, მაგრამ აღმოჩნდა ერთი პიროვნება, რომელსაც დაველაპარაკე და ვთხოვე, რომ მე განაწილებული ვიყავი უბრალოდ ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქი იყო და იქ მოვხვდი და ვთხოვე, რომ სადმე დიდ ქალაქში რომ მოხვედრილიყავი, რომ ჩემი მეუღლე და შვილი ჩემთან ერთად ყოფილიყო და სადმე ახლა ხო ხშირად ხდება ხოლმე რომ ტყეში ხვდებიან სადღაც ეს ნაწილები, მაშინ ესე იყო იმ პერიოდში და ნუ ამ ხრივ გამიმართლა, მაგრამ ნაწილობრივ ერთი მხრივ გამიმართლა, იმიტომ რომ დამიბარა ამ პიროვნებამ, პოლკოვნიკი იყო და უნდა გაგახარო, მითხრა, შენთვის აი შესანიშნავი კარგი ადგილი ნახეო და რა არის მეთქი მე უთხარი და ფეხბურთის გუნდიო. რა გამიკვირდა ახლა ფეხბურთის გუნდი. იყო ესეთი SKA Karpati. ფეხბურთის გუნდი და ამ ფეხბურთის გუნდის ექიმად დამოჩნდა. პლუსი ის ჰქონდა რომ ფაქტიურად ფორმა 2 წლის განმავლობაში თითქმის არ ჩამიცვია, იშვიათად თუ ჩავიცმედე თუ გენერალი მოვიდოდა ვინმე და რაღაცა, მაგრამ მეორეს მხრივ ის იყო რომ სულ მიწევდა მოგზაურობა. ამ ფეხბურთის გუნდთან ქალაქებში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მთელი უკრაინის მასშტაბით, ძირითადად უკრაინა იყო და მოლდავეთი. ამიტომ იძულებული ვიყავი რომ უარი მეთქვა ამათთვის და ვერ ჩავიყვანა და 2 წელიწადი ვიყავი იქ. მოგწყვიტეს ერთმანეთს. ხო, მაგრამ მე სამაგიეროდ ჩემი განაწილებით დავიწყე მუშაობა, გამოვცხადდი სანატორიუმ სურამში. მინდა აღნიშნო, რომ ჩემი მშობლები კურორტოლოგიის დარგს ემსახურებოდნენ. დედა იმ მომენტში ექიმი კურორტოლოგი იყო და უკვე ბალნეოლოგიური კურორტის ერთ-ერთი წამყვანი თერაპევტი იყო, მაგრამ დაიწყო მანაც სანატორიუმ ლიკანიდან თავის დროზე, სადაც გაიცნო მამა ჩემი და ეგ შეიქმნა ეს ოჯახი. მამა იყო სპეციალობით ინჟინერი, რომელიც სამედიცინო აპარატურის დარგით მუშაობდა და მას ეკუთვნოდა აი სანატორიუმების და აი სხვათა შორის აი ტუბ სანატორიუმების სამედიცინო აპარატურის მომსახურება, მას და მის კოლექტივს ხელმძღვანელი იყო. და ამიტომ ჩემთვის უფრო იოლი იყო განაწილებით წავსულიყავი. და 3 წელი ვიმუშავე სანატორიუმ სურამში, ვიყავი განყოფილების გამგე, თერაპიული განყოფილების, იქ ავიდგი ფეხი როგორც კურორტოლოგმა, თავისთავად შემდგომ უკვე კონკურსით რომ დამთავრდა ეს ჩემი განაწილების დრო, ამ დროს ვაჟიშვილი შემეძინა და კონკურსით მოვხვდი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ეს იყო ძალიან ცნობილი წამყვანი ინსტიტუტი საქართველოში, კი არა საბჭოთა კავშირის პირობებშიც. ძალიან დიდ კოლექტივში ულამაზეს, უჭკვიანეს და ძალიან თბილ ადამიანებში. ეს იყო ძველი თაობის წარმომადგენლები, რომელიც ჩამოვთვალო პროფესორი ფარჯანაძე, პროფესორი კაკულია, თქვენ ალბათ იცით უშვერიძე გიორგი, ცნობილი ფტიზიატრი, რა ვიცი რომელი ერთი და ჩემი ამის შემდეგ არც შემიცვლია ადგილი. მუშაობდი ამ დარგში და ნუ შემდეგ როდესაც ეს კურორტოლოგიის ინსტიტუტი და ბალნეოლოგიური კურორტი 2004 წელს გაერთიანდა და სხვადასხვა მიზეზების გამო ეს იგი სამეცნიერო ინსტიტუტებს შეიქმნათ პრობლემები 90-იან წლებში.
მაშინდ უკვე ეს იყო გაერთიანება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და კურორტოლოგიის ინსტიტუტი და თუმცა მანამდე ჩქეფდა ეს არა მარტო პრაქტიკული, არამედ სამეცნიერო ექსპედიციური მე ფაქტიურად 7 წელიწადი პატარა ჩემი ორივე აი სულ პატარა შვილებით უკვე ექსპედიციებში ვიყავით ეს იყო ურეკი პირველი და ჩვენ ვიყავით პიონერები ურეკის კვლევის დარგში ჩემი დისერტაცია პირველი იყო და ეხებოდა ურეკის მაგნიტური ქვიშის მოქმედებას კერძოდ გიპერტონული დაავადების მკურნალობის დროს და აი წარმოიდგინეთ მაშინ ურეკი თითქმის ძალიან პატარა დაბასავით იყო ეხლა რა შედარება და აი იქ გაიზარდა ზაფხულობით, იქ მუშაობდით და სხვა თანამშრომლები საქართველოს სხვა კურორტებზე მუშაობდნენ, ეს იყო აუცილებელი, რომ შეგვესწავლა ყველა კურორტი თავიდან ბოლომდე და ეს იყო კომპლექსური ექსპედიციები ჰიდროგეოლოგების, გეოლოგების, ქიმიკოსების, ბიოქიმიკოსების, თვითონ ექიმების, ეს იყო ჯგუფი, როდესაც რომელიღაც კურორტის შესწავლა ხდებოდა თავიდან ბოლომდე. მერე იდებოდა ნაშრომი და მერე იყო უკვე დასკვნა იმის ეს კურორტი რას ემსახურებოდა, რისთვის იყო საჭირო, მისი ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები როგორ შეიძლება გამოგვეყენებინა და უპირატესად რომელი დაავადებების დროს თქვენმა ძალიან დიდი საქმე ეს იყო ფაქტიურად, ამიტომ ჩვენ წამყვანი ვიყავით და ну სამწუხაროდ მე 90-იან წლებში თვითონ ეს დარგი წავიდა ძალიან კლებისკენ თავისთავად ეს იცით გამოიწვია ყოველთვის მე სხვა გამოსვლებშიც მრავალჯერ გამიმეორებია რომ 92-93 წლებში როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან ტოლვილები შევისახლეთ და სანატორიუმებით უკვე დავაკმაყოფილეთ აი მის შემდეგ უკვე თავისთავად კურორტული საქმე საქართველოში ჩაგვდა. რა თქმა უნდა გვეგონა რომ ეს იყო 2-3 თვის ამბავი და დაბრუნდებოდნენ სამწუხაროდ ეს აქამდე გაგრძელდა და აი აქაც ხაზგასასმელია ის რომ დარგის ახალგაზრდობა ამ დარგში არ წასულა. არ წასულა და აი როდესაც ჩემმა ქალიშვილმა იცით გადაწყვიტა ექიმობა, იმიტომ ბებია ექიმი, მამა ექიმი, დედა ექიმი, იქ არც მიფიქრია რომ კურორტოლოგის დარგით წამეყვანა, გაყვა თავის მამის სპეციალობას, იმიტომ რომ პრაქტიკულად სამუშაო არ ექნებოდა. და თავისთავად სწორედ მინდოდა მეკითხა მაგასთვისაც ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რატო არ აირჩია დედის პროფესია? რომ დედის პროფესია ფაქტიურად იყო ხო, ну კურორტოლოგია თვითონ სხვა მიზეზითაც ცოტა ალბათ ზოგადად თანამედროვე მსოფლიოში ცოტა ძალიან ბუმი იყო უკვე ახალი მეთოდების როგორც ადიაგნოზის სამკურნალო განვითარების ჯერ არა კი არა მე ვამბობ ჩვენთან თორე უცხოეთში დაუშვათ მაინც როდესაც თანამედროვე მეცინა განვითარდა რაღაცნაირად ცოტა უკან დაიხია ერთი პერიოდი ამ კურორტოლოგიის როლმა, მაგრამ დღესდღეობით მე ვფიქრობ რომ ბრუნდება ისევ ამ ფიზიკური რეაბილიტაციო კლიმატოთერაპიის მნიშვნელობა და იმედია რომ რა თქმა უნდა ძველის გახსენება კარგი იქნება. თუმცა მე მინდა აღვნიშნო რომ თქვენმა თაობამ უდიდესი წვლილით ჩადო ყოველ შემთხვევაში ხა მე აღარ შევეხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ უამრავი კურორტიც იყო შესწავლილი აი ბატონი იორამ თარხანოურავის შრომებიც ამის დასტურია, მაგრამ თუ ჩვენ სამშობლოს ჩვენ ქვეყანაზე და მის როლზე გავაკეთებთ ფოკუსირებას, იმხელა ნიადაგია უკვე ჩაკრელი და მომზადებული და გაკეთებული, რომ პრინციპში ამ საქმეს სჭირდება უბრალოდ რაღაცა 15-20 წელიწადში ერთხელ გადამოწმება, სადრა შეიცვალა, სადრა დაემატა, სადრა დაიკარგა და ამ თვალსაზრისით თორემ მთავარი ნაშრომი გაკეთებულია ნამდვილად და იცით შესწავლილია. ძალიან გული მწყდება ზოგჯერ რომ ველოსიპედს თავიდან იგონებენ, იმიტომ რომ იმდენი მშრომებია და იმდენი გამზადებული მასალა, რომ ეხლა ცოტა ვფიქრობ, რომ მთავარი მანდ არის რომ იყოს პოლიტიკური ნება,
იყოს დაფინანსება, იყო ის ახალი კადრები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და მოთხოვნა იყოს სამუშაო და მე ვფიქრობ, რომ ეს ფიზიკური სარეაბილიტაციო მედიცინის და კურორტოლოგიის ნაზავი ცალკე კურორტოლოგიის განვითარება შეიძლება დღეს რთულია, მაგრამ ამ ნაზავში ეს შეიძლება უფრო საინტერესო იყოს. მაგრამ ახლა თქვენ გკითხავთ, მე ისევ დაუბრუნდები ამ თემას. თქვენ აირჩიეთ მამის პროფესია და ახლა მინდა მამაშვილის ასე ვთქვათ საუბარი მოვისმინო, როგორ მოხდა, როგორ გაიხსენებდით აი პერიოდს, როცა ფიქრობდა. მე საერთოდ მაგადა ბედნიერება, რომ წილ ხვდა ესე ვთქვათ ესეთ ოჯახში გავიდა. გეთახმებით. იმიტომ რომ ჩემი ნიმუში, ექიმობის ნიმუში პირველ რიგში იყო ბებიაჩემი. რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებიც და ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლება სხვა პროფესია ამერჩია გარდა ექიმობის. ბავშვობიდან. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა გარეთ თამაში, გართობა ყველას უყურეთ, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა აი მათ მისაღებ ოთახში ჯდომა. პაციენტთან ურთიერთობა, დამოკიდებულება და აი ეს განწყობა და აი ვაკვირდებოდი მათ ურთიერთობას ერთმანეთში ექიმსა და პაციენტს შორის. სხვათა შორის ბებიაჩემის ოთახში მქონდა გამოყოფილი პატარა მაგიდა, რომთანაც მოდივდით ვიჯექი, თან ვაკვირდებოდი, თან მქონდა ჩემთვის ესე ვთქვათ გამოყოფილი სარეცეპტო ქაღალდები. ანუ ბებია ხელს გიწყობდათ, რომ თქვენ გეთამაშათ და თან მეც ჩემი ჭკუით ესე ვთქვათ ვაძლევდი დანიშნულებას პაციენტს და სხვა შორის ვაკვირდებოდი იმას, რომ ყოველთვის დიდხანს მიდიოდა საუბარი პაციენტთან და ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, რომ აი რატო მიდიოდა ამ ტექნას გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება და ერთხელ როდესაც ვიყავი მოზრდილ ასაკში, დაუსვიოთ შეკითხვა ბებიაჩემს და ესეთი რამ მითხრა, რომ პირველ რიგში უნდა იცოდე პაციენტთან მიდგომა, უნდა ქონდეს მოსმენის კულტურა და უნდა გამოგიტყო პაციენტს მაქსიმალურად, იმიტომ რომ პაციენტი თავისი საუბრის დროს ზუსტად მიგითითებს აი დიაგნოზზე, რაც მე გაგიმარტივებს უკვე ეს უკვე ჩამოყალიბებას დიაგნოზში, სკუნალობას და ასე შემდეგ. ნუ მიუხედავად იმისა, რომ მე ავირჩიე მამის პროფესია, ნუ ესწრებოდი როგორც დედის ესე ვთქვათ, მიღების საათებს, მამის მიღების საათებს, ბების და ასე შემდეგ. მაინც ექსპედიციაში დავყვეთ, მაინც გული არ დავწყვიტე დედას, იმიტომ რომ ჩემი დისერტაცია ესე ვთქვათ, გავაერთიანე. და ესე როგორც ოტოლარინგოლოგის, ასევე ფიზიოთერაპიის საკითხი, რეაბილიტაციის ხელმძღვანელი იყო ბატონი ივრამ თარხამოვალი, აქეთკენ ბატონი შოთა ჯაფარიძე, რომელთან ძალიან დიდი სკოლა გავიარე და ძალიან მადლობელი ვარ ამითი. ჩემი ძირითადი რეზიდენტურის პერიოდი, მე ვიყავი პირველი რეზიდენტი საქართველოში, სხვათა შორის ოტოლარინგოლოგიის დარგში და მოხდი ბატონ შოთა ჯაფარიძესთან კათედრაზე, ეს იყო რესპუბლიკური საავადმყოფო და მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი კლინიკა, რომელიც მოიცავდა აბსოლუტურად ყველა სპექტრის სპეციალისტებს და ეს იყო ძალიან დიდი სკოლა. გამიმართლა იმ პერიოდში მხრივაც, რომ ზუსტად მაშინ მიდიოდა მუშაობა კოხლეარულ იმპლანტაციაზე და მუშაობა პირველი დანერგვა და მასთან ერთად მთელ ჩვენ ჯგუფს, რეზიდენტების მთელ ჯგუფს ვიწევდა სხვა შორის ყოველი შაბათი დღე გვამეთან მუშაობა. ეს იყო ძალიან დიდი რამე. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ეს ძალიან ესე ვთქვათ არ აქვს საშუალება დღევანდელ ჩვენს სტუდენტებს, ну, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა მულაჟები და შემდეგ მაინც თავისი სპეციფიკა გააჩნია. ამ მხრივ ძალიან დიდი სკოლა მივიღე. გადამისა მომიწია მორიგეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მოგეხსენებათ, რომ რესპუბლიკურს ჰქონდა მაშინ ძალიან დიდი მიღება მთელი ღამის განმავლობაში და მაქსიმალურად ვისწავლე დამოუკიდებელი მუშაობა, ვისწავლე დამოუკიდებელი აზროვნება, მიდგომა პაციენტებთან, რომელსაც ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა და წვლილი ძალიან საინტერესოა, მაგრამ რასაც ყვებით ჩემთვის პიროვნულადაც, იმიტომ რომ მეც მომიწია იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, პრაქტიკის მიღებამ და მუშაობამ და რესპუბლიკურში მუშაობდი მეც ექთნად
რა თქმა უნდა, სტაჟირებისთვის, პრაქტიკისთვის, სოდნის გაღრმავებისთვის და მე ინტერნატურაც იქ გავერდა გეთანხმებით რაღაცა საოცარ ჯერჯერობით საოცარი ადამიანები მუშაობდნენ კორიფეები, ყველა განყოფილებაში თან და ნამდვილად თვითონ აი მასალაც, როსაც ჩვენ მასალას ვეძახით, სამუშაო ის იქნებოდა მართლა შედეგები სხვადასხვა კვლევების თუ თვითონ პაციენტები უხვად იყო იმისაც, რომ თუ სურვილი ქონდა რომ ექიმობა გესწავლა, მაგის პრობლემა ნამდვილად არ გექნებოდა, რომ მასალა არ ქონოდა. თუმცა მე ახლა მინდა ბატონ მურმანსაც ვკითხვა, აი თვითონ იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდით, როცა მაკა იღებდა გადაწყვეტილებას, რომელი სპეციალიზაცია აერჩია და რამდენად იყო თქვენგან რაიმე რჩევა, ან აირჩიეშულო ეს, ან არ გინდა, არ გირჩევ. ისეთ რა ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე გადმოიხარა ოტოლარინგოლოგიისკენ. როდესაც დაიწყო ჩემთან მუშაობა, ფაქტიურად ნელ-ნელა გაითავისა მდგომარეობა და კარგი ახსნის ერთი პერიოდი თითქოს კარდიოლოგობასაც აპირებდა, მაგრამ მე გარკვეული ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა და რა თქმა უნდა მე შევეცადე რომ გადმომეხარა ჩემი პროფესიისკენ, იმიტომ რომ საერთოდ ქირურგია და ოტოლარინგოლოგია განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც თქვათ მე მუშაობდი ბატონ სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაში ვიყავი, ინტერნატურა იქ გავიარე, მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ და იმ პერიოდში ფაქტიურად ოპერაციები უმეტესობა კეთდებოდა ადგილობრივი ანესთეზიით. ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაციები განსაკუთრებით და ჯურაჯირკვლებზე ადენოტომია და რაღაცა საკმაოდ ისე დაამტვირთავი რაღაცა და მამაკაცისთვის მით უმეტეს და ქალბატონებისთვის, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ბევრი რაღაც შეიცვლებოდა, რომ დასჭირდებოდა ეს ოპერაციები ფაქტიურად წავიდოდა ზოგადი ნარკოზის ქვეშ და მე ამას უფრო ადვილად აითვისებდა. თუმცა პირველი გამოცდა მომეწყო. როდესაც მას უთხარი, რომ მე გადავწყვიტე, რომ ოტოლარინგოლოგიის მიმართულებით წავსულიყავი, მითხრა შემოხვალ საოპერაციოში და თუ შენ გაუძლებ თავიდან ბოლომდე, მაშინ დავთანხმდები. ო, ესე იგი მაინც გიფრთხილდებოდა, თუ ეს არის დიდი სტრესი, რა თქმა უნდა, მაშინ მიდიოდა ადგილობრივი ანესთეზიით, მით უმეტეს მამამ ძირითადად კი არა მუშაობდა ბავშვებში, ამიტომ ცოტა რა თქმა უნდა სტრესული იყო ეს ყველაფერი. როგორც ხდები, ჩავაბარე, იმიტომ სულ უკან მიხედებოდა მახსოვს, ცუდად ხო არ ხარ? არა. რთული არ არის მაკაროცა მამა. ერთად მუშაობდით სხვათა შორის. კი, რა თქმა უნდა რთული არის, მაგრამ გვერდში დგომაც და მამის იმედის ეს ძალიან დიდი რაღაცა არის და ის გამოცდილება, რასაც მამა გაგიზიარებს, ის ხეზე ასვლაც კი, ეს რა თქმა უნდა დიდი რაღაცა. აღნიშნო რომ ჩვენ დაახლოებით 25 წელიწადი მეტი მუშაობდით მე და ჩემი კოლეგა იყო ესეთი ბიჭი მაჭავარიანი. დიახ. რომელსაც ერთი პერიოდი მოუწია რამდენიმე თვით ყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მან პირველად ჩამოიტანა იქედან აპარატი, რომლითაც შეიძლებოდა ზოგადი ნარკოზის ქვეშ ოპერაციის გაკეთება. და პირველად ფაქტიურად ჩვენს ახლა რა თქმა უნდა ზოგადი ანესთეზიით ბევრი ოპერაციები გაკეთება, მაგრამ უშუალოდ აი ტონზილექტომია ვთქვათ და ადენოტომია ფაქტიურად დაიწყო ბიჭი. მე ცოტა ხანი უყურებდი მაინც როგორ და რანაირად იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის მერე მეც დავიწყე ზოგადი ნარკოზი და ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი რაღაცაა. დღევანდელ დღეს ფაქტიურად ახლა ადგილობრივი ანესთეზიით ალბათ საქართველოში ძალიან იშვიათად თუ
ნახავთ ეს და აი ფაქტიურად აი ამისი იმედი მქონდა რომ აი მაგა მე შეიძლება აიც ასეთ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და ამავე დროს ძალიან კარგად იცის აუდიოლოგია იქ ტიმპანომეტრია, აუდიომეტრია და რაღაც და საკმაოდ კარგად აითვისა და თუ ერთი პერიოდი ბევრ რამეს მე მეკითხებოდა, ეხლა ბევრ რაღაცას მე მეკითხებ. თქვენი ეს უნდა მეკითხე ხა სხვათა შორის, ხომ არ ხდება ასეთი რაღაცაც მეთქი, რომ დგება მომენტი, როდესაც აი ეს თანამედროვე ცოდნა, სიახლეები და ასე შემდეგ უკვე პირიქით ჩვილისგან მოდის. ყველაზე მთავარი ის არის კიდე რომ ძალიან მიყვარდა ჩემი კლინიკა. ეს ჩვენი საუნივერსიტეტო აკადემიური კლინიკა ჟوانეს სახელობის თავის დროზე მე-6 საავადმყოფო იყო და მე ნელ-ნელა ბატონი გიგი ჟوانია ჩვენთან მუშაობდა და მის საპატიციოდოდ დაერქვა სახელი და აი ფაქტიურად პედიატრიული სამსახურის უმაღლესი პლეიადა იყო ჩვენთან ამ ადამიანებთან ურთიერთობა გქონდა, ეხლა რომელი ერთი ჩამოვთვალო ეხლა. ბატონი სოსო კვაჭაძიდან დაწყებული, ირაკლი ციციშვილი, ბატონი ავთანდილი, კვეზერელი და ნუ ძალიან ბევრი ქირურგიაში, ბატონი რამაზ ყუტუბიძე, ბატონი გივი ჟوانია, ნუ რა ვიცი, ბევრი ვიღაცა ჩამოთვლე შეიძლება და ამ ხრივ მე მგონია რომ სწორი გავაკეთეთ. რომ მაგრამ ეს ადამიანები გაიცნო და ბევრი რამე აითვისა ამ ადამიანებისა. მე მინდა ხა ჩემი ემოციაც გაგიზიაროთ, იმიტომ რომ როდესაც აი ვისმენ ხოლმე აი ამ დიდებულ სახელებს, რაც როგორც წეგანაც საუბრობდით, ბედნიერება გვთა ჩვენ მაინც წილად რომ ან სტუდენტობა მოგვიწია და ან რაღაცა ჩვენი პირველი ნაბიჯები რო გადავდგით ეს ჩვენი წინათაობა ასე თუ ისე ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით გადამუშავებდნენ, მაგრამ მე ნუ რა თქმა უნდა ეს ადამიანები ნელ-ნელა წავიდნენ და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ერთად თავმოყრილი ამდენი ფიგურა ერთ კლინიკაში, ეს ცოტა ესეთი თუნდაც ერთაიან პატარა ქვეყანაში ამდენი დიდებული ექიმი ძალიან დიდი იშვიათობაა, მე მგონია და ძალიან დიდი სიმდიდრეა ქვეყნისთვის და სულ არაფერი მარტო ამ ადამიანებთან მუშაობა გასწავლის არა მარტო ექიმობას, მე ვამბობ ტექნიკურად, არამედ რაღაც ადამიანობას და თქვენ ბებიაზეც ყვებოდით ურთიერთობას პაციენტთან, კოლეგასთან, რაღაცა სხვა პლეიადა იყო, სხვა სითბო იყო და რახან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, მაკა მინდა ისე თქვენ გკითხოთ და რა თქმა უნდა მე თითოეული თქვენთაგანისგან მოვისმინო. როგორ ცვლის პიროვნულად ადამიანს, როგორ ცვლის მის მსოფლმხედველობას, მის ცხოვრებას, მის ურთიერთობებს, აი ეს პროფესია, რასაც ექიმობა ქვია თავისთავად, მაგრამ რასაც ურთიერთობა ქვია ასეთ დიდ ექიმებთან. ძალიან დიდი მაგალითი და მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები, რომელიც ახლა მამამ ჩამოთვალა, მეც მქონდა, რა თქმა უნდა ცოტა ხნით, მაგრამ მეც მოვესწარე ამ ადამიანებს. პროფესიონალებს და რა თქმა უნდა მათგან ღებულობ ძალიან დიდ სითბოს და იცვლები შედიხარ ყველა პაციენტის მდგომარეობაში. ანუ შენ გრძნობ იმ პაციენტის ტკივილსაც, იმ პაციენტის განცდასაც და პირველი აუცილებლად ოპტიმიზმი, რომელიც უნდა შთაუნერგო პაციენტს. რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს ემოციური სფერო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ყველა დაავადების მიმდინარეობაში მთავარი და გადამწყვეტი არის ემოციური სფერო. შესაბამისად, ფსიქოლოგიაც ყველა პაციენტის მიმართ პირველ რიგში უნდა იყოს ფსიქოლოგი, უნდა იყოს სპეციალისტიც. ანუ წინათაობისგან აი ეს სითბო, ეს ემპათია ისწავლებოდა, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სკოლა იყო ნამდვილად. იცით რატო გითხოთ, მაგრამ ახლა ჩვენ ვასწავლით, ხო, ფსიქოლოგიასაც ვასწავლით, ექიმ-პაციენტის კომუნიკაციასაც ვასწავლით, ბიოეთიკასაც ვასწავლით, ანუ საგნებად ვასწავლით ამას, რომ ეს იცოდნენ. ჩვენ დროს ეს არ ისწავლებოდა. და ეს მოდიოდა რაღაცა აი იმ წინათაობისგან სწავლობდით ამას ურთიერთობაში, აი ამიტომ ვიკითხე. ოჯახისგანაც რა თქმა უნდა. ეს აკეთილ შობილებს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.
პიროვნებას და ეს და სულ მუდმივად შტაგინერგავს იმას და გრძნობ იმას, რომ გინდა მეტი სიკეთე გააკეთო, მეტად გადამდებია, ხო სიკეთე. გადამდებია, მართლა გადამდებია. გეთანხმებით, რა არის საჭირო, როგორ ფიქრობთ, აი ყველას აზრი მაინტერესებს იმისთვის, რომ აი ესეთი ბევრი დიდი სახელი ერთსა და იმავე პერიოდში, ერთსა და იმავე კლინიკაში ისევ იყოს აქტუალური. დღეს ცოტა თითოეულა შეიძლება გამოვარჩიოთ თითოეულ კლინიკაში და ესე ყველა ერთად ამდენი ბერმუხა ერთად ამდენი დიდებული ადამიანი ერთად ცოტა იშვიათობაა. რა უნდა მოხდეს, რომ ისევ ესეთი საოცარი გუნდები არსებობდეს ჩვენს კლინიკებში? იცით, მე ვფიქრობ, რომ აი ესეთ დაყოფამ ონკოლოგიური კლინიკა, კარდიოლოგიური კლინიკა, თერაპიული კლინიკა ამან დააშორა ერთმანეთს აი საზოგადოება სამედიცინო. აი რაღაცა კლანური მედიცინა წავიდა და აი ამ კლანურ მედიცინაში სამწუხაროდ ეს არ ვიცი ქართული მენტალიტეტი თუ არა, ვიღაცის შესვლა, ახალის შესვლა, ეს არ ხდება ახლა სიხარულით. აღარ ხდება. მესმის. იმ დარში, სადაც მე ვმუშაობ, ეგ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ პირიქით დეფიციტი გვაქვს იმ ძველი თაობის და მე მგონი უკანასკნელ მოხიკადები ვართ ჩვენ როგორც კურორტოლოგები, რამდენიმე პიროვნება, რომელიც დავრჩით ბალნეოლოგიურ კურორტში, მაგრამ აი ახლა კლინიკებს რო აკვირდები, ზოგადი კლინიკები რო იყო, მაშინ სხვანაირი ურთიერთობა იყო. ერთმანეთი სჭირდებოდათ. თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, გუნდური იყო და ეხლა დამტომ ძალაუნებურად ეს ადამიანები ერთად იყვნენ და აი პიროვნებაზე საუბრობ, ბატონი შალვა ფარჯანაძე იყო უდიდესი თერაპევტი და მე მახსოვს რომ ეს შემოვლას აკეთებდა ეს სხვა იყო და მე მახსოვს ეს ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ბატონი შალვა ხანის შესული და ჩავიდოდ ბატონი შალვა ვერ შევძელი ღვიძლის პალპაცია პაციენტად ადგებოდა გამოიქცეოდა წამოვიდოდა და ნახავდა მე რაღაც არ მგონია რომ ეხლა ესეთ დიდი დონის პროფესორებმა უცებ ასე წამოხდნენ და გამოყვნენ და რაღაცაში მოგეხმარონ. ხო, ესეც პიროვნულია ეთყობა. მე გეთანხმებით, აი ძალიან აირას ნიშნავს მაინც გამოცდილება და დაკვირვებული თვალი თქვენ უცებ დაიჭირეთ მიზეზი. ალბათ არის ესეც. რა თქმა უნდა, ჩვენ იმას არ გვინდათ უამრავი ამ ერთი ქვეყნისთვის უამრავი უნიჭიერესი უჭკვიანეს წარმატებული ექიმი გვყავს. უბრალოდ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ რაღაც ცალ-ცალკე კლინიკებში და ამ შემდეგ და ის გუნდები, რასაც ჩვენ ახლა ვიხსენებთ, რომ ერთ კლინიკაში ამდენი სახელი ერთად, ამდენი სახე ერთად ეს დავარიაცილებდნენ რომ მათი გამოცდილება მაქსიმალურად გაიცნო. არა, ნუ განსაკუთრებით მე და აღნიშნო რა იცით, უდიდეს პროფესიონალიზმთან ერთად პიროვნული ხო, აი ამაზე საუბარი, საოცარი ადამიანი. საოცარი ურთიერთობაში ახალგაზრდებთან, თავის კოლეგებთან, ნუ რაღაც საოცარი, რომელიც საუბედუროდ აი დღესდღეობით იმდენად არ არის. ამავე დროს ბევრი რაღაც შეიძლება გეკითხა თუნდაც მხატვრული ლიტერატურიდან, თუნდაც ისტორიიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ დღევანდელ პერიოდში რაღაცნაირად შეიცვალა ეს სიტუაცია იმ მხრივ, რომ შეიძლება იყვნენ კარგი პროფესიონალები, მაგრამ აი ეს ურთიერთობები, რომელიც მაშინ იყო, ნამდვილად არ არის. და იმედია რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება, არა მაკა თქვენ როგორ გონიათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ძალიან ერუდირებული შიში, რომელიც მაგრამ აი ხარ ასე ჩვენ საუბრობთ, ეს მაინც ინტელიგენტობის, ერუდიციის, ნაკითხობის, განათლების შედეგია და ისეთი კარგი თაობა მოდის, რომელსაც აი ტექნიკური ცოდნა კი არ ექნება მარტო და ხელოსანი კი არ იქნება, თქო კარგი მართლა ხელოსანი, არამედ ხელოვანი იქნება მედიცინაშიც, იმიტომ რომ აი ეს ჩავარდნა შეიძლება რაც იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ გადავედით სხვა მოდელზე მედიცინის კერძო შემოვიდა ის და კონკურენცია რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ეხლა მოდის თაობა, რომელიც
საოცრად განათლებულია. ეკელონებაშიც კარგია, ლიტერატურაშიც, ამაშიც პლუს კარგი ექიმია და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს პერიოდი ძალიან მალე დაბრუნდეს. თუმცა ჩვენი გადაცემა რაღაცითი საახალწლოა მაინც და მინდა რომ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ასე ვთქვათ ისტორიები გავიხსენოთ, ცოტა კურიოზები ან რაღაცნაირად მხიარული ისტორიები ჩვენი პრაქტიკიდან, რა ვიცი თქვენი ან მედიცინასთან დაკავშირებული, ან ოჯახურ ურთიერთობასთან დაკავშირებული და ამითი ასე ვთქვათ ვასიამოვნოთ ჩვენს მაყურებელსაც. ყველაფერს გაიხსენებდით ვატნამორმა. საახალწლო კურიოზი აქვს ეს კურიოზების დაფიქსირების უნარი. ალბათ ბევრია გასახსენებელი, მაგრამ ალბათ გავიხსენებდი იმას, რომ ეს კარგა ხნის წინ ფაქტიურად ახალგაზრდა ექიმი ვიყავი მაშინ პოლიკლინიკაში თავიდან პოლიკლინიკაში დავიწყე რა თქმა უნდა მუშაობა მე გადავედი კლინიკაში იყო ესეთი მე-15 ბავშვთა პოლიკლინიკა კალინინის ქუჩაზე მაშინდელ კალინინის ქუჩაზე და ძირითადად ბავშვები მაგრამ ჩვეულებრივ მოზრდილებიც მოდიოდნენ ხოლმე მიღებაზე და ერთ დღეს შემი ერთთან მეუბნება რომ ბავშვები იყვნენ ძირითადად და ვიღაც ხალბატონი გელოდებათო ხელში რაღაც დიდი შეხვეული უჭირავსო და ამიკვირდა ახლა მე ვთქვი რომ გავედი რა შეასაკვი ხალბატონო მოგძანდით მეთქი და არაო ჩემ მიიღეთო ბავშვები მე შემოვიდა აქტიურად გამოვიდა რომ რაღაცა დიდი ნამცხვარი გույტანა მე ვთქვი რატო შეწუხდით რა შეასაქმე და დაიწყო ესე რომ ვარ მუსიკოსიო ხო და ვიოლინოზე უკრავ მე გავარკვიო რომ ფაქტიურად გაუთხაური ქალბატონი იყო დაახლოებით ესე 45 წლის რამ შეგაწუხეთ რა შეასაქმე მეთქი და იცით რაო აიო დაახლოებით 1-2 თვის წინ კბილს ვიხავდიო და კბილის ჯაგრისი რო არის იმ ჯაგრისის ერთი თავი მოძრავ და ჩამაყლაპავ და იმის მერე მაწვალებს ახლა რომ მითხრა ესეთი რამე ახლა 2 თვის წინ ჩაყლაპა და რაღაცა ეს გამორიცხული ამბავია, მაგრამ მე ვთხარი არა მეთქი ხალბატონო, ახლა მაგას თქვენ ჩაყლაპავდით, შეიძლება ჩაფხაჭნი და ცოტა ყელში იქა და მეტი სხვა არა, ნამდვილად მაქვს, ეხლაც მაქვს ნამდვილად ვიციო. რა მექნა? უნდა გამესინჯა ხო, გავსინჯე ჩვეულებრივად აქეთ-იქეთ და გადავწყვიტე რომ ჩამეტარებინა პლაცებო თერაპია. იმიტომ რომ მითხრა რამოდენიმე ექიმთან ვიყავიო ოტოლარინგტონთან სიმონ ხეჩინაშვილთანაც ვიყავი ის ჩემი მასწავლებელი მე ვთხარი კაცო მაგრამ შეიძლება ქონდა ესე დარჩა ხო არა აქვს და არაფერი არ არის ხო სიმონ ეულაპარაკი და რაღაცა ცოტა ხოლმე მე ვთხარი აბა ერთი დაწეთ და რაღაც დავინახე მეთქი აი ხო გეუნებოდით მე ვთხარი ხო მოგზანდით მეთქი სპეციალური პინცეტი მაქვს და იმ პინცეტით ნახავ მეთქი რომ რა შეასაქმე და მოკლედ მეორე დღე თელეგრამი არ მეძინა კაცო ფაქტიურად უნდა ავატყოფი მაგრამ ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად მინდა რომ მისთვის რომ უკეთესი იყოს ხო და მაშინ მებს იღებავდნენ ჩემ ვერუგლე ჯაგრისებავდა რაღაცა ჯაგრისი იყო და იმ ჯაგრთან ხნა თუ რაღაც არის და წითელი ფერის არის და მოხსენი ესა მოვედი მეორე დღეს ვიფიქრე იქნება არ მოვიდეს მეთქი და ჩემი ერთად მეუბნება გელოდება და უფრო დიდი შეკვრა უჭირავს ხელშიო კაცო ცუდად გავხდი რა ახლა და მომოკლედ შემოვიდა ეს ექთანი სიცილს ვერ იკავებს, გავაფრთხილე. მე ვთხარი, არ გავიგო ზედმეტად და რომ
გააღეთ აბა პირი, აბა ვნახოთ მეთქიდან, პინცეტზე თავი რო გადავაწევინე. აი ეს იყო, აი მე როგორ მომეშვა, აი მე რა კარგად ვარ, თქვენ გაგახარათ ღმერთმაო და აკეთე და ნუ აბშენდი კაცი, ჩემთვინაც რამხელა რაღაც იყო ესა და გავიდა დაახლოებით 1-2 თვე თუ რაღაცა და მითხრა რომ ეხლა ხა გამეჩხირო. ნუ რა ხალხა ხა გამეჩხირო, აი და რა ვქნა, ეხლა ხა უნდა ვეძებო რაღაცა. ერთი მეგობარი მყავს. ჩემი ჩუფელი მეჯვარე დათო ბატეშვილი კახელი კაცია და კახელებს ხო ესეთ ესა და მე გასწავლეო მითხრა. აი რაღაცა თქვიო, წამალიო, რო დიდხანს მოიხმაროს და ამიჯდა მე ჭუაში ეს 3.5 ლიტრიანი ბოთლი. წამოვიხე, რა მექნა ახლა სხვა გამოსავალი არ მქონდა კაცი. ხოდა მე უთხარი ეს ჩაფხაჭნილი გაქვთ აქ, ეხლა მოვიტანე ეს წამალი მეთქი. სპეციალურად შევღებ და ასეთი მოწითალო ფერი ქონდა. და მე უთხარი, აი ჩაის როსვავთ დილას. 3 წვეთი ჩააწვეთ. მეტი არ მოგივიდა, არ შეიძლება მეტი. და ნელა გაგივლის მეტი. სანამ არ დაამთავრე, ამას შემდეგ. თან 3 წვეთი რომ დიდხანს. არ მოსულა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურმან. მე მიხარია ძალიან რომ ჩვენ დღეს ესე თბილად გავიხსენეთ გარკვეულწილად ჩვენი წინაპრებიც ასე ვთქვათ, მეგობრებიც, საოჯახო ისტორიებიც, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ის რაც კარგად დავიწყებული ძველია. აღვადგინოთ ის, რაც რა თქმა უნდა, ბუნებრივად ვითარდება ტექნოლოგიები, იქნება ის თუ მიდგომები თუ ცოდნა ბუნებრივია, ისიც ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად დავნერგოთ და განვავითაროთ, იმიტომ რომ ეს ურჩევნია მამულსა, ხო? რომ შვილი ჯობდეს მამასაო და ძალიან მიხარია რომ აკა ასე ინტენსიურად არის და კიდევ მეტი და მეტი წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. წარმატება მინდა უსურვო ასევე იმ დარგებს, რომელსაც ემსახურებით, იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია რომ არც ერთი დარგი არ მინაუდეს, არ ჩაქრეს, არ გადაგვარდეს, იმიტომ რომ ეს ბევრ ფაქტორზეა, როგორც ვიცით, დამოკიდებული საკანათლება იქნება ყველა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც ჩაუნერგე ჩემ შვილს. დიახ. მე უთხარი, აი რაც გინდა გადაწყვეტილი ეს საკითხი იყოს, რაღაცით ვერ შველიდე. იმედი ყოველთვის უნდა მისცე პაციენტს. აი რამდენჯერ არის ხოლმე სმენის დაქვეითებით მოსულან სენსორნევრალური სმენის დაქვეითება არსებობს და იქ მართლა ვერაფერს ვერ შველი, მაგრამ აი ყოველთვის რაღაცა იმედი მაინც უნდა მისცე. კი, ნამდვილად ამიტომ ახსენე ის თანამედროვე ტექნოლოგიებიც, იმიტომ რომ სამწუხაროდ მართლა არის რაღაცა პათოლოგიები, რომელსაც ადრე ვერ შველოდით, ეხლა რაღაცა იმედი ჩდება, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ შეიძლება გაჩნდეს ახალი მეთოდი, წინ წავიდა ძალიან მედიცინა და ნამდვილად ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად შევძლოთ ცხოვრების ხარისხის ისეთი გაუმჯობესება ჩვენი იმ პაციენტებისა, რომლის თუნდაც რაღაც პათოლოგიის ბოლომდე განკურნება არ შეიძლება, რომ თავი იგრძნოს ბედნიერად, ჰარმონიაში საკუთარ და გარე სამყაროსთან, კონდეს ხალისი, იმედი ხვალინდელი დღის და იპოვოს თავისი თავი იქ, სადაც მისი უნარებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება მაქსიმალურად დაიხარჯოს. ჩვენი პროფესიაც ეს არის, მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენ ცოდნაში, ჩვენს მონდომებაში და როგორც თქვენ ბრძანეთ, ალბათ თავარი რაც დღეს განსხვავებული, რაც ვახსენეთ ჩვენს პროფესიაში იყო აი ეს ემპათია, მხარდაჭერა, სიყვარული, დაუზარელობა პაციენტთან ურთიერთობის, რომელიც ბებია-ბაბუებიდან, მშობლებიდან მოყვება, მერე ჩვენ თვითონ გადმოგვეცემა, მერე ჩვენ ვამატებთ რაღაცას და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ მომავალ თაობებსაც გადასცემთ თქვენ ამ ცოდნას. კაბატონ მანანა აგერ უკვე მე რასაც ვხედავ გვიზდის ახალ თაობებსაც და ასევე თქვენ და მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებული
ბედნიერი, მშვიდობიანი ახალი წელი და ყველა იმ გამოწვევის ღირსეულად გადალახვა, რომელსაც ეს წელი ჩვენს პროფესიაში, პირად ცხოვრებაში თუ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში მოიტანს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდა. ძალიან მინდა გაიხარეთ. ქალბატონო ეკარო თქვენი შემართება, თქვენი ენერგია, მე არ ვიცი როგორ ასწრებთ იმდენ რამეს, რასაც თქვენ აკეთებთ, მე რასაც ვხედავ, ყველაფერი გინდათ მოიცვათ და სულ გთხოვთ ხოლმე მოდით ერთი მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ არ გამოდის. იმდენად ზღვა ენერგია და ზღვა იდეები, რომ ვიბნევით ხოლმე ზოგჯერ და ღმერთმა გაგაძლებინო და ძალიან მინდა რომ სულ ასეთი იყოთ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მომავალ შეხვედრამდე.